პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრას პრეზიდენტსა და უმცირესობის ლიდერთან დღეს შეფასებები მოყვა. ექსპერტებისა და პოლიტიკოსების ნაწილი ურთიერთთანამშრომლობისკენ გადადგმულ ნაბიჯს დადებითად აფასებს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს უმცირესობის მხრიდან დროის გაყვანის კიდევ ერთი საშუალებაა. ნოდარ ჩაჩუა მუშაობს თემაზე, ისახლა პირდაპირ ეთერში ჩაგვერთვება. ნოდარ, გისმენთ. დიახმასკა დღეს მთელი დღის განმავლობაში შეფასებები კეთდებოდა პოლიტიკურ წრეებში გუშინდელ და დღევანდელ ერთ-ერთ მთავარ პოლიტიკურ მოვლენასთან დაკავშირებით, რომელიც არის ქვეყნის პირველი პირისა და საკანონმდებლო ორგანოს პირველი პირის შეხვედრა, ასევე დღეს მთელი დღის განმავლობაში როგორც უმრავლესობის, ასევე უმცირესობის წარმომადგენლები, ასევე ექსპერტები აფასებდნენ იმ გამოსვლას და იმ შედეგს, რომლითაც დასრულდა გუშინდელი შეხვედრა. როგორც საპარლამენტო უმცირესობაში აცხადებენ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყოველთვის მზად არის ითანამშრომლოს ახლამოსულ მმართველ ძალასთან და მმართველ ხელისუფლებასთან და ყოველთვის მზად არის კონსტრუქციული დიალოგისთვის, ამისთვის მას ნაციონალური მოძრაობა მოწოდებული იყო. ახლა მთავარია საპირისპირო ნაბიჯი გადმოდგას თავად მმართველმა ხელისუფლებამ, რაც შეეხება გუშინდელი შეხვედრა საპარლამენტო უმცირესობისთვის, იყო ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი. ჩვენ არჩევნებამდე, არჩევნების შემდეგაც ვაცხადებდით, რომ ჩვენ ვითანამშრომლებდით ყველასთან, ვინც ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავლისთვის გააკეთებს ბევრს, ვინც იზრუნებს იმაზე, რომ ჩვენი ქვეყანაში განვითარება არ შეწყდეს და ჩვენი ქვეყნის პროგრესი არ შეჩერდეს. თუ ამ მხრივ იქნება ნაბიჯები გადადგმული, რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ თანამშრომლობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელი შეხვედრა კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა, მაინც კმაყოფილია მმართველი გუნდი, როგორც მმართველი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი დავით საგანელიძე აცხადებს, გუშინდელი შეხვედრა და ზოგადად შეხვედრები, რომელიც გაგრძელდება მომავალში საქართველოს პრეზიდენტსა და ასევე მმართველ ხელისუფლებას შორის, იქნება თანამშრომლობის კარგი მაგალითი და იმ საკითხებზე, სადაო საკითხებზე, რომელიც არსებობს უმრავლესობასა და უმცირესობას შორის, მოლაპარაკების კარგი საშუალება, დემოკრატიული მოლაპარაკება იგულისხმა დღეს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა. მე პირველ რიგში მივესალმები, რა თქმა უნდა, ასეთ შეხვედრებს, მიმაჩნია, რომ იმ ფონზე, რაც არის ქვეყანაში, მარტივად რო ვთქვათ, ამას დაძაბულობა დავარქვათ, აუცილებელია თავისთავად ცხადია პრეზიდენტის, პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა. რო გითხრათ, რომ მაინც და მაინც გუშინდელი შეხვედრა დიდი შედეგებით დამთავრდა, თქო, ნამდვილად სამწუხაროდ არა, თუმცა ასეთი ტიპის შეხვედრები აუცილებელია და იმედი მაქვს, რომ მომავალი ეს ურთიერთობა ქვეყანას წაადგება და ქვეყანაში გარკვეულ დაძაბულობას მოხდეს. ორად იყოფა აზრი პოლიტიკურ წრეებში. ექსპერტთა ერთი ნაწილი ფიქრობს, რომ გუშინდელი შეხვედრა მნიშვნელოვანი ხიდი იყო გადებული საპარლამენტო უმცირესობასა და უმრავლესობას შორის, საპრეზიდენტო და ასევე მინისტრთა კაბინეტს შორის. თუმცა მთავარია ახლა რა იქნება ამ ხიდზე გადატანილი, ხოლო ექსპერტთა მეორე ნაწილი კი ფიქრობს, რომ შეხვედრები, რომელიც მიმდინარეობს პრეზიდენტსა და უმრავლესობის წარმომადგენლებს ახალ ხელისუფლებას შორის, არის მხოლოდ და მხოლოდ დროის გაყვანის მცდელობა და მას რეალური შედეგი არ შეიძლება ჰქონდეს. ეს მხოლოდ დროის გაწევრის მიზნით არის ეს შეხვედრები. პრეზიდენტი, რომელიც ელჩებთან საუბრობდა ბოდიშებით და იმაზე, რომ მას სურს და არანაირი პრობლემა არაა კონსტიტუციური უფლებამოსილების დათმობა, ნახეთ, როგორი რიტორიკითაც გამოვიდა უსუფაშვილთან შეხვედრის შემდეგ, ისევ სიძულვილის ენით იყო აღსავსე საკუთარი მოსახლეობის მიმართ. სამწუხაროა, რომ სააკაშვილი კიდევ ვერ მიხვდა არჩევნებში გამარცხების შემდეგაც, რომ ასე არ უნდა ელაპარაკოს საკუთარ მოსახლეობას. ძალიან საინტერესო შეხვედრა იყო. მთლიანი შეფასება პოზიტიურია, მე მგონი, პოზიტიური უნდა იყოს, რადგან მხარეებისგან მოსალოდნელი იყო ესეთი ნაბიჯიც, რომ ორივეს მიეტოვებინა მოლაპარაკების მაგიდა და ჩატეხილი იყო, ასე ვთქვათ, ხიდი შენარჩუნდა. ამ ხიდზე საერთნობას აპირებენ, მაგრამ რა გადაიტანენ ამ მოლაპარაკების ხიდზე, ჯერ უცნობია. ჩემი აზრით, ბევრ რამეზე დათანხმდება ნაციონალური მოძრაობა, ისევე როგორც პრაქტიკულად პარლამენტის თემაში, კონსტიტუციაში, საგარეო კურსის შეტანის თემაში ქართულმა ოცნებამ გამოაცხადა, ასე ვთქვათ, ღია პოზიცია, რომ შეიძლება შეიცვალოს მისი პოზიცია. შეფასებები ამ საკითხთან დაკავშირებით გრძელდება ამ წუთებშიც ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში აპირებენ კომენტარის გაკეთებას და შეფასების გაკეთებას გუშინდელ შეხვედრასთან დაკავშირებით. ჩვენ ბუნებრივია ვაგრძელებთ მუშაობას ამ თემაზე და მთავარ საინფორმაციო გამოშვებაში შემოგთავაზებთ კოჰაბიტაციის მეორე ეტაპი, გუშინდელი ისტორიული, შეიძლება ითქვას ისტორიული შეხვედრა და ასევე შეფასებები. მადლობა, პირდაპირ ეთერში ნოდარ ჩაჩუა საუბრობდა.